პროექტის იდეა დაიბადა თებერვლისთვის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო კლუბების ასოციაცია ანებირებს ძალიან აქტუალურ და თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტირებულ პროექტებში მონაწილეობას ჩვენს მოსწავლეებს, ჩვენს კლუბებს აერთიანებს 70-ზე მეტი სკოლა და კლუბი, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის და არა მხოლოდ თბილისის რეგიონის მასშტაბით, მაგრამ ეს ჩვენი თებერვლის კვირეულები მიეძღვნა უშუალოდ 1921-2025 წლის მიმდინარე მოვლენებს. დაახლოებით 200-მდე მოსწავლე იყო ჩართული. ამ 200-მდე მოსწავლეებმა დაახატეს პოსტერები და ეს გამოფენა სწორედ საუკეთესო პოსტერების გამოფენაა. რეალურად ძალიან ბევრია ეს პოსტერი. დაწერეს ესეები 1921-2025 წლის მოვლენებთან დაკავშირებით და ჩაწერეს ვიდეო რგოლები. ბავშვები ჩაერთნენ იმის გაანალიზებაში, თუ რა მოხდა ამ ერთი საუკუნის წინ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი გრძელი ისტორიის განმავლობაში. ახალი ტიპის ანექსია განხორციელდა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ძალიან სერიოზული პრობლემები საქართველოსთვის. თვითონ ანექსიის დროს მომხდარი მკვლელობები და ის განხორციელებული ბოროტობა, რაც აგრესორმა გააკეთა, ერთია, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის შემდეგ მოხდა ისეთი მოვლენები, რომლებმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარებაში ჩააგდო. დღევანდელ ნამუშევრებს თუ გადახედავთ, აქ რაც წარმოდგენილია ბავშვების მიმართ, ჩანს, რომ ბავშვებს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვთ, რაღაცები დანახული აქვთ, რაღაც მოვლენები და შესაბამისად რაღაც ერთი ნაბიჯი გვაქვს წინ გადადგმული. ამ პროექტის შესახებ გავიგე ჩემი სკოლის სამოქალაქო მასწავლებლის საშუალებით, რომელმაც საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა USAID სამოქალაქო განათლების პროექტირების შესახებ. დღევანდელი ჩვენი თემა, რასაც ეს ეხება, არის 1921 წლის 25 თებერვალი, როდესაც საქართველოში შემოიჭრა წითელი არმია და სამწუხაროდ საქართველო მოიქცა რუსეთის ოკუპაციაში. ამ თემასთან დაკავშირებით მე მომამზადე ესე პროცესი მართლა ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ეს პროგრამა რეალურად გვაჩვევს კრიტიკულ აზროვნებას, სწორ მუშაობას, სწორი ანალიზის გაკეთებას სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ჩვენი პიროვნული ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა.